მართლა საშინელი ღამე გადაიტანეს დღეს კიეველებმა და ახლა სულ უფრო მეტი შოკის მომგვრელი დეტალი ვრცელდება რუსეთის ვერაგული თავდასხმის შესახებ სრულიად მშვიდ კიევზე 24 მაისის ღამეს. რუსეთი იუწყება თითქოს და ორეშნიკის რაკეტით წარმატებით დააზიანა აეროდრომი კიევის ოლქში. რაც სინამდვილეში მხოლოდ ავტოფარეხების კოოპერატივი აღმოჩნდა, სადაც მილიონობით რუბლის ხირებულების რაკეტა მხოლოდ რამდენიმე ავტოფარეხის განადგურება შეძლო. გარდა ამისა, კრემლმა განაცხადა თითქოს და გაანადგურა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდლობის შენობა კიევში, რომელიც უკვე მრავალი თვეა ცარიელია. სამაგიეროდ სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები მიზანმიმართული, ხაზგასმით ვამბობ, მიზანმიმართული დართმებისა რუსეთის რაკეტების მხრიდან საცხოვრებელ სახლებზე, სკოლებზე, ჩერნობილის მუზეუმზე, მაგალითად კიევში. და განსაკუთრებით საჩვენებელი შურისძიების აქტი, როგორც ამას კრემლში უწოდეს. გახდა სავაჭრო ცენტრისა და ბაზრის განადგურება. ლუკიანოვკაზე, ლუკიანსკში. აი რეალური შედეგები ამ ცინიკური თავდასხმის რუსების მხრიდან. მაგრამ ყველაზე საჩვენებელია ის, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ მხოლოდ შეირცხვინა თავი. სუპერდვირადვირებული და თითქოს და მოწინავე რაკეტის ორეშნიკის გამოყენებამ მხოლოდ ავტოფარეხების განადგურება გამოიწვია და უკვე აღარავის გაუკვირდა. მოდით ერთად ამ გამოშვებაში განვიხილოთ კიევზე ღამის თავდასხმის ყველა შედეგი და სამწუხაროდ არა მხოლოდ ეს. ჩემი სახელი ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი. დაალაიქეთ ეს გამოშვება და დაწერეთ ნებისმიერი ვრცელი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. ამისთვის ძალიან მადლიერი ვიქნებ. და გარდა ამისა, გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი. ბული აღწერაში ამ ვიდეოს ქვეშ, იქ ჩვენ ვაქვეყნებთ ოპერატიულ სიახლეებს, როგორც კი ისინი შემოდის. მოდით ამ გამოშვებას დავიწყებ იმით, თუ რით დაარტყა რუსეთმა უკრაინას. 24 მაისის ღამეს რუსეთმა მასიური კომბინირებული დარტყმა მიაყენა უკრაინას საიერიშო დრონების გამოყენებით. საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ბაზირების რაკეტები. თავარი დარტყმის მიმართულება იყო კიევი. საჰაერო ძალების რადიოტექნიკური ჯარების მიერ სულ დაფიქსირდა 690 საჰაერო თავდასხმის საშუალება. კერძოდ 90 რაკეტა და 600 სხვადასხვა ტიპის დრონი. კერძოდ ეს არის ერთი საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტა ორეშნიკი, რომელიც გაშვებული იყო კაპუსტინის იარიდან, ასტრახანის ოლქიდან, რუსეთის ფედერაციიდან. ორი აერობალისტიკური რაკეტა. რაკეტები ხო-47 M2 კინჟალი. გაშვების რაიონი ლიპეცკის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სამი ანტიკორაბლული რაკეტა ცირკონი, გაშვების რაიონები, ოკუპირებული ყირიმი და კურსკის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. 30 ბალისტიკური რაკეტა ისკანდერ-მი და S-400, რომლებიც ბრიანსკიდან, კურსკიდან და ოკუპირებული ყირიმიდან მიფრინავდნენ. 54 ფთოსანი რაკეტა 101 ისკანდერ-კი და კალიბრი, გაშვების რაიონები, ვოლოგდისა და კურსკის ოლქები, რუსეთის ფედერაცია და შავი ზღვის აკვატორია. გარდა ამისა, უკრაინის მიმართულებით გაუშვეს 600 დარტყმითი დრონი შაჰედი, გერბერა და ტალმაზი. ბანდეროლის ტიპის ბარაჟირებადი საბრძოლო მასალა და პაროდიის ტიპის დრონი-მიდრონ-იმიტატორი. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს ან ჩაახშეს 604 მიზანი, მათ შორის 55 რაკეტა და 559 სხვადასხვა ტიპის უპილოტო აპარატი. გარდა ამისა, სავარაუდოდ 19 მტრის რაკეტა მიზანს ვერ მიაღწია. საბოლოოდ დაფიქსირდა 16 რაკეტის და 51 საბრძოლო უპილოტოს მოხვედრა. 54 ლოკაციაზე, ასევე ჩამოგდებული დრონების ვარდნა 23 ლოკაციაზე. კიევზე თავდასხმის კადრები, რომლებიც ინტერნეტში 24 მაისის დილით გავრცელდა, მართლაც შოკის მომგვრელია თავისი მასშტაბებით. შემდეგ თავაზობთ, უყუროთ მათ კომენტარების გარეშე.
ამ გამოშვების ჩაწერის მომენტისთვის ცნობილია 4 დაღუპულისა და დაახლოებით 100 დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქის შესახებ. დამანგრეველი შედეგები დაფიქსირდა უკრაინის დედაქალაქ კიევის ყველა რაიონში. დარნიცის რაიონში დაზიანდა საერთო საცხოვრებელი, დესნიანის რაიონში სუპერმარკეტი და სავაჭრო ცენტრი. ასევე უპილოტო აპარატებმა, რაკეტებმა და მათმა ნამსხვრევებმა დააზიანეს საცხოვრებელი კორპუსები. მათ შორის 16 სართულიანი კორპუსი ობოლონის რაიონში, 23 сартулიანი корпуси სოლომენის რაიონში, 23 сартулიანი корпуси გოლოსიევსკის რაიონში, 24 сартулიანი корпуси პეჩერსკის რაიონში. И 20-этажку в Печерском районе. გარდა ამისა, 2 სახლი, 2 სკოლა და საოფისე ცენტრი დაზიანდა დედაქალაქის შევჩენკოს რაიონში. ნანგრევების გაწმენდა და ხანძრების ჩაქრობა ამ დრომდე გრძელდება. კიევის ოლქში თავდასხმის შედეგად 2 მამაკაცი დაიღუპა ბუჩას და ობუხოვის რაიონებში. კიდევ 9 ადამიანი, მათ შორის ჩვილი, დაშავდა. მათგან 5 ფასტოვის რაიონის მცხოვრებია. 2 დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენებს ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება. და აი კადრებში დედაქალაქიდან ჩანს, რომ რუსი სამხედროები მიზანმიმართულად აყენებდნენ დარტყმებს მშვიდობიან დასახლებებზე. კადრებში მკაფიოდ არის დაფიქსირებული, როგორ ეს რაკეტები მიზანმიმართულად უტევდნენ საცხოვრებელ სახლებს, მაღაზიებს, საწარმოებს და საგანმანათლებლო თუ სამედიცინო დაწესებულებებს. კიევის და მის რაიონებში. მოყვები იურიკ, მე აქ დარჩედი. აი ტრანსკი. დაგეთა მილაპილ პარკინგში ჩავარდა. ალბათ ცოტა ძლიერად აფეთქდა. კიდევ ერთი დაიცვა იქ. ой, ის ქვემოთა როგორც ყოველთვის. ხო, მივაცას კარგი დილა იქნება. და იქ მანქანა ყავს მინი ჯგუფში, ასე რომ შეგახსენებთ იქ ვერ წავალთ, აი ასე. სამი ჯანდაბა, ეს კიდევ შეიძლება. ყველაზე საჩვენებელი შეტევა რუსების მხრიდან იყო შეტევა ლუკიანოვკაზე. ეს კიევის რაიონი. კიდევ ღამით ინტერნეტში გამოჩნდა კადრები მიწისქვეშა მეტროსადგურ ლუკიანოვსკაიადან, სადაც აფეთქების ტალღის გამო ესკალატორი დაზიანდა, ხოლო სადგურის ჭერიდან შპაკლოვკა ჩამოიშალა. მაგრამ დილით ნათელი გახდა სად ურტყამდნენ რუსები. იმიტომ რომ ზემოთ, მიწაზე, სრულად დაიჭო ბაზარი, სადაც ბოდიშით ბებიები ყიდნენ საკუთარ ბაღებში მოყვანილ ხილსა და ბოსტნეულს. რეგიონში მთლიანად დაიჭვა სავაჭრო ცენტრი კვადრატი. როგორც ჩანს, ეს იყო რუსების რეალური შურისძიების მიზანი. რუსებმა ასევე განაცხადა, Россияне также сообщили, что якобы
რომ კიევში დექტიარევსკაიას ქუჩაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარები სარდლობას დაარტყეს. ასევე განაცხადეს, რომ დაზიანდა ახლოსდებარე ძალების სარდლობის შენობა. და აქ უნდა გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. კიევში სახმელეთო ჯარების სარდლობის ტერიტორიაზე ომის პირველივე დღიდან არავინ იმყოფება. იქ არავინა. ისევე როგორც სხვათა შორის კიევის ყველა მსგავს სამხედრო ობიექტზე, რადგან მთელი სარდლობა დიდი ხანია სხვა ადგილებშია გადატანილი. აი სადაც ნამდვილად იყო მასშტაბური ხანძარი, ეს ბუჩის რაიონის ერთ-ერთ საწყობში კიევის ოლქში მოხდა. მაგრამ ყველაზე საჩვენებელი ის არის, რომ პარასკევი და შაბათზე გადამავალ ღამეს რუსეთმა დაარტყა ქალაქ ბილა ცერკვას, კიევის ოლქში. საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტით RS-26 რუბეჟი, ანუ ორეშნიკი კინეტიკური საბრძოლო თავებით. ამ ინფორმაციას უკვე დაადასტურა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა. რუსები ამტკიცებენ, თითქოს ისინი ცდილობდნენ შეტევა მიეტანათ დიდ სატრანსპორტო აეროდრომს. მაგრამ ფაქტობრივად ყველა დვირადღირებული რუსული რაკეტა ორეშნიკის ბლოკი მოხვდა ალტოფარეხების კოოპერატივში, რომლის კადრებიც მაშინვე გავრცელდა ინტერნეტში. ამ თავდასხმაზე უკვე კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლდიმირ ზელენსკიმ და მე უბრალოდ მის ციტატას მოვიყვან. პუტინს უკვე ვერც კი შეუძლია ნორმალურად თქვა სიტყვა ურა. ბუდბუტებს, მაგრამ ისევ თავის რაკეტებით საცხოვრებელ სახლებზე იმარჯვებს. სამი რუსული რაკეტა წყალმომარაგების ობიექტის წინააღმდეგ დაწვა ბაზარი. დააზიანა ათეულობით საცხოვრებელი სახლი, დააზიანა რამდენიმე ჩვეულებრივი სკოლა, გაუშვა თავისი ორეშნიკი ბელაია ცერკოვის მიმართულებით. მართლა არანორმალურია. თუ გამოტოვეთ გამოშვების ბოლოს გაჩვენებთ, ზუსტად რაზე საუბრობს ზელენსკი, როცა ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინს უკვე აღარ შეუძლია ნორმალურად. მაშინაც კი სიტყვა ურა ხმამაღლა ვერ წარმოთქვა. ისე რომ მათ გაეგონათ სამგზის ურა. ურა, 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 ურა. აქ წერტილს შომ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწევეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა, თუ გსურთ ამ YouTube არხის მხარდაჭერა. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი შემოწირულობით, ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული მულებითა და რეკვიზიტებით, ან თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდის საშუალებით. ამით ყველაფერი დასრულდა, იზრუნეთ საბუთარ თავზე, ყველას მშვიდობით.